რა უნდა გავაკეთოთ თუ სირბილის მერე ცხენი დალია ცივი წყალი და დაწვა? ცუდად გახდა. ცივი წყალი დალია და ცუდად გახდა. მოკლედ ეგ არის ერთ-ერთი გავრცელებული მითი, რომ ცხენი შეიძლება კრისტალების გამო ცუდად გახდეს. თუ დღეს დოხს უყურებთ, პროფესიონალურ დოხებს, სადაც ცხენები დარბიან კილომეტრებს, ძალიან მაღალი სიჩქარით არიან გახურებულები, გადახურებულები, როდესაც მხედარი ჩამოვა, სანამ დაჯილდოება დაიწყება, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მას ალევინებენ ცივ წყალს. ეს იმიტომ როგორც წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი, რომელმაც ირბინა და წყალის წყურია და მან ეს წყალი არ დარიოს, რა მოხდება? გაუწყლოება დაემართება მის ორგანიზმს. ანუ ის რომ ცხენს არ ბინებდა მე დიდი ხანი წყალი არ დაალევინა, უარესია მისი ორგანიზმისთვის. იმისთვის რომ ცხენის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ჯობს რომ როდესაც ის სუნთქვას დაასტაბილურებს, როდესაც ბევრს ვარ ბენინებთ მაგალითად და ის ღრმად სუნთქავს, მაგ მომენტში კი არ დავალევინოთ, გავა 5 წუთი ის სუნთქვას დაასტაბილურებს, ნორმალური იქნება, გულისცემაც შეუმცირდება და მაშინვე დავალევინოთ და არ ველოდოთ საათები, სანამ მისი ორგანიზმი დეჰიდრატაციას არ დაიწყებს.